მე გადავცურავ ზღვას, ამ სიტყვებით 9 წლის წინ გარდაცვლილი ავტორი და მისი მშვიდი ცურვა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა. მეფის დაბადების დღეზე მისი ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანის შესახებ გადაღებული ფილმი მაყურებელმა დიდ ეკრანზე იხილა. მშვიდი ცურვის ეკრანიზაციასთან ერთად გამომცემლობა ინტელექტმა მკითხველთა თხოვნის საფუძველზე რომანი ხელმეორად გამოსცა. მეფის დაბადების დღეს შორინა კოპალიაშვილი დაესწრო. 53 დაბადების დღე მისი თავიდან აღმოჩენითა და როგორც ყოველთვის სიახლით აღინიშნა. უცნობი ფოტოები და მშვიდი ცურვის კინოეკრანიზაცია. დღეს კინოთეატრ ამირანში მეფე დიდი ეკრანიდან დაუბრუნდა ერთგულ მსმენელს. ფილმში გვაქვს ირაკლის ის მუსიკა, რომელიც ყველას უყვარს და ყველას აინტერესებს და ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოისმენს და ვიდეო მასალა არქივიდან გვაქვს აგრეთვე გაცოცხლებული რამდენიმე სცენა, რომელიც არის წიგნში და რომელიც არ შესულა, ასეთიც არის. ეს პატარა სურპრიზის სახით იქნება. წიგნი, რომელიც იწერებოდა ისე, როგორც ჩემი ცხოვრების დღეები, ირაკლი ჩარკვიანის მშვიდი ცურვა, აქამდე უცნობი ფოტომასალით ახალი ტირაჟით გამოიცა. ლიტერატურულ მარათონში ჩემი წიგნი მკითხველმა მისი ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანი აირჩია. როდესაც ახალგაზრდა თაობა ციტირებს ირაკლის სიტყვებით, რა თქმა უნდა, სხვანაირად საგულისხმოა, არა მხოლოდ მის სიტყვებს, სიმღერები იციან, თანდათან უგმავდებიან მის ლექსებს და ის რომანს და მე ყველა მის თაყვანის მსმენელს ულოცავ დღევანდელ დღეს. სიყვარული და პროტესტი მისმა სიმღერებმა 90-იანი წლებიდან დღემდე მუსიკალურ სამყაროში ახალი ეპოქა შექმნა. ეს იყო ასე ვიყო მაინც რევოლუციონერი, ეს იყო ადამიანი, რომელიც იგი ეხდა რაღაცას, ძველს და ამყარებდა ახალს, თუმცა ამ ახალს ამყარებდა და ამკვიდრებდა ისევ ძველი საფუძველზე. იმიტომ ის იყო მთლიანად თბილისურ ქართულ ფესტებზე აღზრდილი. გემუდარებით, მხოლოდ იცინეთ, როცა მე ის აღარ არის, თუმცა იოლად მისაჩვევი მეფის მუსიკა სიცოცხლის ახალი თაობის მსმენელთან ერთად აგრძელებს.